ეკა ბესელია ჩვენი სტუმარი მოგესალმებით ქალბატონო ეკა ხო არ ვიცი მახსენდება ახლა პრეზიდენტის საარჩევნო კამპანია სალომე ზურაბიშვილის ირაკლი კობახიძეც კი იყო ბანერზე გამოსახული მის მხარდასაჭერად ხმების მოსაპოვებლად დღეს ნაციონალურ მოძრაობასთან შეკრულს ეძახის და გლობალურ პარტიასთან ალიანსში უმის პარტიასთან არ ვიცი რა ვის უწოდებს საბოლოო ჯამში მეც ვერ ჩამოვყალიბდით კობახიძე გლობალური ომის პარტიას ჯამში, მაგრამ მათთან ალიანსში ადანაშაულებს პრეზიდენტს. განმარტებები რაც ისმის ხელისუფლებიდან, რის შთაბეჭდილებას გიტოვებთ თქვენ? რაშია საქმე? საღამომშვიდობის მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. მე დიდი ხანია უკვე აღარც მიკვირს და სერიოზულად რაღაცა ფილტრსაც აღარ ვაკეთებ, რას ამბობს კობახიძე, მაგრამ მეორეს მხრივ შეტევა, მორიგი შეტევა ეხა პრეზიდენტის მიმართ ყოველთვის არის დაკავშირებული იმ შიდა ჯანყთან და შიდა რევოლუციურ პროცესებთან, რომელიც ექმნებათ ხოლმე იმის მიხედვით, როგორი პოლიტიკური დღესასრიგი აქვს დღეს მმართველ პარტიას. ანუ პრეზიდენტს უტევენ ზუსტად მაშინ და იმ დროს, როდესაც მისი ქმედება საფრთხეს უქმნის ქვეყანას კი არა, საფრთხეს უქმნის იმ რუსულ პოლიტიკას, რომელიც ძალიან ღიად უკვე გამოგვიცხადეს, რომ ეს არის მათი, ანუ ქართული ოცნების პოლიტიკური დღესასრიგი. როგორ შეიძლება პრეზიდენტს ეხა აი ესე ღია ომი გამოუცხადო, როდესაც სულ რამდენიმე თვეში ველოდებით ხო უკვე შეფასების მისია შემაჯამებელ დასკვნას დადებს და ძალიან ცოტა დრო დარჩა, რომ დაიდოს დასკვნა ქვეყანა იღებს კანდიდატის სტატუსს თუ არა. ეს არის ესეთი ფაქიზი დრო, როდესაც ყველა დარაზმული უნდა იყოს ახლა ევროპის დედაქალაქებში და ყველა პირველი პირი უნდა ელაპარაკებოდეს ყველა პარტნიორი ქვეყნის პირველ პირს. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ამ პროცესს ვხედავთ პრეზიდენტი, რომელიც ესე იგი ვთქვათ, ამ ხუნდებს, რომელსაც ადებენ ხელბორკილებს და ამის დამსხროვაშია და ამ ხელბორკილების გათავისუფლების პროცესში და გადაწყვიტა, რომ იმიტომ რომ არ აძლევს ფორმალურ დასტურს მთავრობა, რაც კონსტიტუციით ეს სიტყვასიტყვით რო კითხულობს ეს კონსტიტუციონალისტი ბიჭი და ხო ამაზე მინდა ცალკე აუცილებლად გავაკეთო განმარტება, მაგრამ რო ცდილობს პრეზიდენტი ახლა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ უშვებენ, ხო პირდაპირ მნიშვნელობით არ უშვებენ, რომ ქვეყნის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს ელაპარაკოს კეთილგანწყობის მოპოვებაზე, რომ კანდიდატის სტატუსის დროს ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერების თანხმობა. ამას რო ვერ მალავ, ამას რო ფიქრობ, ეს ხო ერთი უბედურება, რომ პრეზიდენტი როგორ გააჩერო ამ დროს. მაშინ როცა უნდა ეხვეწებოდე, რომ მიდი შენი პოლიტიკური, დიპლომატიური კარიერის თუ სხვა პირადი თუ ავით საპრეზიდენტო რესურსებით რაც გაგაჩნია, ეხლა ის დროა, რომ ყველაფერი ქვეყანას მოვახმაროთ. უნდა ეუბნებოდე, რომ მოდი პირიქით ჩვენ დაგეხმარებით. ამას არ ეუბნები ერთია და რომ არ გინდა რომ პრეზიდენტი ამას აკეთებდეს და ყველაზე სახიფათო არის რომ ისეთ ფაზაში ვართ გადასული რომ ის რაც უნდა იმალებოდეს უკვე ღიად სააშკარაოზე გამოდის ღიად ლაპარაკობენ და ღიად ამობენ ახეთ იმიტომ არ გვინდა პრეზიდენტი წავიდეს რომ ნახეთ რა ილაპარაკა 26 მაისს. კი ბატონო, აი გია ვოლსკის ციტატა იყო, სალომე ზურაბიშვილი მიდის იმისთვის, რომ უმრავლესობის არჩეულ მთავრობას დაუპირისპირდეს რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება ბილწია და ამ სიბილწესთანაა ანაზიარები აქტივობები, რომელსაც ახორციელებს პრეზიდენტი. ანუ ჩვენ მთავრობას გვიპირისპირდებაო და ამიტომ არ უნდა წავიდეს ის იმ საკითხის ლობირებისთვის, რაც ძალიან დიდი უმრავლესობისთვის ამ ქვეყნის არის მნიშვნელოვანი, ეს არის კანდიდატის სტატუსის მიღება. პირდაპირ ამბობენ ამას, ის ჩვენ გვიპირისპირდება მთავრობას და ამიტომ ის არ უნდა წავიდეს. მაგრამ ამ განმარტებებშიც მაინც კითხვა რჩება ასეთი, რომ სალომე ზურაბიშვილი გაცხადებულად ამბობს მედიასთან გავრცელებულ კომენტარში, წინასწარში, რაც მისმა ადმინისტრაციამ მოგვამწოდა, რომ მე მივდივარ ამ საკითხის ლობირებისთვის, რომ ყველას ვუთხრა მოგვეცით კანდიდატის სტატუსი. ანუ გამოდის, რომ ქართული ოცნებას არ აქვს იგივე სურვილი? ანუ ამას ამბობენ ღიად? ამას ამბობენ ღიად, რომ პრეზიდენტის სურვილი საქართველოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი და მმართველი პარტიის სურვილი ერთმანეთთან კონფლიქტშია. და ამას ვერ მალავენ, ან არ მალავენ, არ ვიცი რომელია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს რო ღიად ჩანს და
ამის თავის არიდებას არ ცდილობს ახლა მართველი პარტია და ამდენს დავიჯერო, ახლა მართლა ვერ ხვდებიან, რომ ამის თქმა ღიად არ შეიძლება. მაგრამ არ ვიცი რა მასშტაბის ვალდებულებებთან გვაქვს საქმე, გულისხმობ ჩრდილოელ მეზობელთან მართველი პარტიის, რომ უკვე ასეთ ღია კონფრონტაციაში შედიან, არა მხოლოდ პრეზიდენტთან. პრეზიდენტი ხო არ არის ხა თავარი სამისნე. ყველა იმ ადამიანთან, ვისაც პრეზიდენტი ახმოვანებს რეალურად, ხო, ამ ვიზიტების დროს, ეს არის ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა. აი ეს ღია კონფლიქტი, რომელიც ახლა რა თქმა უნდა პრეზიდენტს არ გააჩერებს და ვინც მას იცნობს, ალბათ მიხვდება, რომ არანაირი წინააღმდეგობა მას ახლა არ შეაჩერებს. ის რაც არ ჩანდა აქამდე, თუმცა პირადად მე ჩემცაც იყო ცნობილი, რომ რამდენიმე ვიზიტზე უარი უთხრეს და მათ შორის უკრაინაზეც ბოლოს უკრაინა იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მათ შორის სხვათა შორის აი გახსოვთ, რომ გადაიდო ვიზიტი ევროპარლამენტში მისი გამოსვლა და მე ვიცი პირადად როგორ იყო ის მოწადინებული, რომ ეჩვენებინა ერთობის დემონსტრირება მოეხდინა და მართველი პარტიის წარმომადგენლებს ეუბნებოდა, რომ მოდი აი ყველა ერთად ჩავიდეთ. იქ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ქვეყნის შიგნით შეიძლება გვაქვს განსხვავებული პოზიციები, მაგრამ ამ საკითხში ჩვენ ერთიანი ხედვა და პოზიცია გვაქვს. არავინ არ გაყვა. და ეს ვიზიტი ერთი ჩაიშალა, იყო ძალიან ბევრი მithქმა-მოთქმა და შემდეგ შედგა მისი გამოსვლა ბრიუსელში გახსოვთ. ეხლა რადგან მან ეს გადაწყვეტილება მიიღო და სწორად რატომ არ მიიღო თქვენი ინფორმაციით უკრაინაზე? იმიტომ რომ უკრაინა იყო გადამწყვეტი ალბათ აგვისტოში. არ ვიცი ამ დეტალებზე მე არ მისაუბრია სამწუხაროდ, მაგრამ ალბათ იყო რაღაცა კიდევ სხვა მიზეზი, არ ვიცი, შეიძლება რაიმე კიდევ უფრო მეტად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემები, იმიტომ რომ ეხა უკრაინა სრულიად სხვა კონტექსტში უნდა განვიხილოთ, ვიდრე თუნდაც მისი დღევანდელი ვიზიტი ან მომავალი ვიზიტები, მაგრამ მე ვიცი პირადად ის, რომ უკრაინაში წასასვლელად დიდი ხანია პრეზიდენტი შინაგანად ამის ემზადებოდა და ამ ვიზიტს გეგმავდა. არა მხოლოდ ეხლა დამოუკიდებლობის დღეს. მე ეს ვიცოდი, რა ვიცი, რამდენიმე თვის წინ და შეიძლება გასულ წელსაც, რომ მას ამის სურვილი ჰქონდა და მუდმივად აწყდებოდა ამ პრობლემებს. და სხვა შორის ხშირად, როდესაც ის აი კონფრონტაციას თავს არიდებს საჯაროდ, აი მხოლოდ იმიტომ, რომ ესეც მომისმენია, რომ და შემიძლია ეს თქვა, რომ აი ეხლა იმდენად მნიშვნელოვანია ამ მცირე დროში, როდესაც ჩვენ სტატუსს ველოდებით ქვეყანა, არ ვაჩვენოთ ეს კონფლიქტი გარეთ, რომ ის ამასაც რაღაცნაირად ცდილობდა თავი აერიდებინა, მაგრამ ეხლა როგორ შეიძლება ამის დამალო, როდესაც დამსკერებდნენ და თავად რას ბოდავენ, რა განცხადებებს აკეთებენ. და კონსტიტუციაზეა ეს კითხვა, ახლა ზუსტად დიახ, თავარი კითხვა მოდის აქ, რომ ჩვენ გვეუბნებიან, რომ აი რა შეიძლება დაეპირისპირებინათ იმისთვის, ბევრი ფიქრეს ალბათ, რომ პრეზიდენტი მიდის ევროპაში, იმისთვის, რომ დაარწმუნოს ევროპელი ლიდერები, რომ ჩვენ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, ამის საბრძანოდ მოიფიქრეს, რომ პრეზიდენტი ახლა კონსტიტუციას არღვევს. 52 მუხლზე აპელირებენ ისინი, სადაც წერია, რომ პრეზიდენტს სჭირდება მთავრობის თანხმობა გამგზავრებისთვის. ეს ასე წერია კონსტიტუციაში, მაგრამ კონსტიტუციაში გვაქვს 78 მუხლის. თქვენ როგორც აი თქვენი განმარტება სპეციალისტის ამ შემთხვევაში საინტერესოა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყავით ბოლოს და რა წერია ამ ჩვენს კონსტიტუციაში, რომელია უზენაესი ახლა გადაწყვეტილების მიღების დროს. პირველი კობახიძესაც და სხვებსაც, ვისაც გონია რომ კონსტიტუცია იცის და იურისტობაზე აქვს პრეტენზია, პირველ კურსზე ასწავლიან, რომ კანონი სიტყვით არ იკითხება. და იკითხება სხვადასხვა ნორმების და სხვადასხვა მეთოდის ერთობლიობით, რომ აზრიგამ ლოგიკურ დასკვნამდე მიხვიდე, სიტყვით არ უნდა წაიკითხო, იმიტომ რომ შეიძლება ერთი ნორმის აპირისპირო მეორე ნორმა იყოს და აი ამ გზაში ისე გაიბნე, როგორც თვითონ არიან დაბნეულები. ამიტომაც არის ძირითადი პრინციპები. ის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია ის მუხლი, რომელიც თქვენ ახსენეთ, სადაც წერია, რომ პრეზიდენტის და ყველა ის სახელმწიფო წარმომადგენლობითი ორგანო არის ვალდებული ყველაფერი გააკეთოს, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. ეს არის 78 ცნობილი მუხლი, მახსოვს ჩვენ დროს მივიღეთ ეს მუხლი. აქედან გამომდინარეა ყველაფერი. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ეს ჩანაწერი, იმიტომ რომ ნებისმიერი სხვა კონკრეტული მოქმედება, მათ შორის თანახელმოწერა პრემიერის, რაზეც სჭირდება, მაგრამ არ სჭირდება ვიზიტების დროს ნამდვილად. ეს ფორმალური პროცესია, თუ
ვიზიტების დროს პრეზიდენტი ახორციელებს ისე წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, როდესაც ის შედის რაიმე ტიპის საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების ან მოლაპარაკების პროცესში და რომელსაც აქვს კონკრეტული სამართლებრივი აქტის მიღების დატვირთვა, ეს წერია იმ მუხლში, რომელსაც 53 მუხლში. ანუ თუ რამეს ახალს არ აწერს პრეზიდენტი ხელს, მას კონსტიტუციით აქვს უფლება საგარეო ურთიერთობები აწარმოოს. რა თქმა უნდა. და ამისთვის არ ჭირდებოდეს თავრობის ნებართვა. ეხლა პირიქით რო წავიკითხოთ, რასაკვირველია, პირიქით რო წავიკითხოთ, რომ პრეზიდენტს აქვს ვალდებულება, უფლება არა. ვალდებულება, როგორც ქვეყნის მეთაურს, ესე წერია არის ქვეყნის მეთაურია და მათ შორის ესეც წერია პრეზიდენტის თავის პირველ მუხლში, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში. და მთავრობა არ არის საგარეო ურთიერთობის პოლიტიკის განმახორციელებელი, აღმასრულებელია. განმახორციელებელი პოლიტიკის ან დამგეგმავი არის პარლამენტი, რომელიც მკვდარია. დარბს არ აკეთებს. შესაბამისად, რასაც პარლამენტი უნდა გეგმავდეს, ამას მთავრობა უნდა ახორციელებდეს, ანუ მოქმედებდეს, ასრულებდეს და ამ მოქმედების პროცესში არის პრეზიდენტი როგორც პრეზიდენტი ამას უნდა წარმოადგენდეს მერე სხვაგვარგვარად, მაგრამ ფორმალურიაო მისი როლი გვეუბნება მთავრობა. ფორმალურია ეს ნებართვები. კი ბატონო. ეს არის ისეთი ტიპის ტექნიკური საკითხი, რომელიც დარწმუნებული ვარ დღეს, აი როდესაც გერმანიის პრეზიდენტს და კოლეგას შეხვდა და კიდე სხვა ქვეყნის კოლეგებს შეხვდება ამ დღეებში და ამ ვიზიტებს გააგრძელებს, როგორც ვიცი, ყველგან იქნება ეს დიდი სირცხვილი ქვეყნისთვის, განხილული როგორც ბელურობის გამოხატულება მართველი პარტიის მხრიდან. რომელიც პრეზიდენტს არ უშვებს საზღვარგარეთ, არ უშვებს იმის კოლეგების დასარწმუნებლად, რომ მოგვეცით კანდიდატის სტატუსი, სხვანაირად არ იკითხება. მარტივად პრეზიდენტი მიდის ყველასთან დღეს, მათ შორის პრეზიდენტ მიშელთან, რომელიც გააოგნა მართველმა პარტიამ, გააოგნა, იმიტომ რომ 6 თვე მედიაცია ატარა, პირადად ჩამოვიდა, ხელი მოაწერინა შეთანხმებაზე, ეს ხელმოწერა გადააგდეს. და ალბათ არ ვიცი, შოკირებული ადამიანი, თუმცა ამის მიუხედავად ვიცი რომ კეთილგანწყობა იმისი რომ იქნება რაღაცა კიდევ ნაბინაი რაღაც აფებს ჩაეჭიდოს აქვს და პრეზიდენტს რომ აქვს ეს კარგი კომუნიკაცია და სხვათა შორის ერთი რამეც არის სოფლმშობლოვანი დღეს ჩვენი დასავლელი მეგობრები ქვეყნის მეგობრები ვერავის სხვას ვერ ხედავენ სახელმწიფო პოლიტიკური ინსტიტუტებიდან პრეზიდენტის გარდა, ვინც ქართველი ხალხის განწყობას გამოხატავს. კი ბატონო, და მთავრობა აქედან ეუბნება, რომ პრეზიდენტი რომელიც წარმოადგენს საქართველოს ხალხის უმრავლესობის ინტერესს დღეს საზღვარგარეთ, ამ კონკრეტულ ამბავში, რომ გვინდა კანდიდატის სტატუსი, მას აქვს ფორმალური როლი და მას ჩვენ არსად არ გამოუშვებთ და რასაც ის თქვენ დაგელაპარაკებთ, ჩვენ იმას არ აღვასრულებთ. რა მანდატი რჩება ასეთ ვითარებაში იქით პარტნიორების მხრიდან, ხომ? მთავრობა უგზავნის ვიზიტში მყოფ პრეზიდენტის უკან აწევს ასეთ განცხადებას პარტნიორების გასაგონად, რომ რასაც თქვენი შეგითანხმებთ, ჩვენ ამას არ აღვასრულებთ. ყველაზე ძლიერი მანდატი აქვს ახლა პრეზიდენტს და სულ ამას ვამბობდი, მინდა რომ ამ როლში დავინახოთ, თქო პრეზიდენტი და ამ როლშია. მის უკან დგას არა მხოლოდ ის ხალხი, ვინც მარტის აქციების დროს გახსოვთ, ხო, ქუჩაში იდგა და ყველანი ვიცავდით ზოგი ინფორმით საქართველოს ევროპულ მომავალს. პრეზიდენტს უკან უდგას უფრო მეტი ადამიანი, ვინც იცავს დღეს ევროპული არჩევანის იდეას. ეს არის მისი ყველაზე ძლიერი მანდატი მის საპრეზიდენტო მანდატთან ერთად. როგორ ილაპარაკებს კობახიძე და რა უგუნურ განცხადებებს გააკეთებს ვოლსკი, ან კიდევ უფრო სულელურს დინარაძე, საერთოდ აღარა ეს საინტერესო. გამიჯნა უკვე ევროკავშირმა, სხვა შორის ამ გამიჯნამ გააღიზიანა ბოლო კომენტარებს, რომ აკვირდებოდი მართველი პარტია. გამიჯნა რას ფიქრობს ხელისუფლება დღეს ევროპულ არჩევანს, რას აკეთებს და რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები. აი აქ დგას პრეზიდენტი, რომელიც დღეს გამოხატავს ამ განწყობას და ევროპული ოჯახი ელაპარაკება დღეს პრეზიდენტს და ამ სახით ელაპარაკება ქართულ ხალხს. ქალბატონეკა, თქვენ ბრძანეთ, რომ აი აქ ღიაობის მომენტი აქვს ახლა ქართულ ოცნებას დაუდგა, როცა ღიად თქვა, რომ ჩვენ არ უშვებთ პრეზიდენტს ამ საქმისთვის ევროპაში და თქვენ ეს დაუკავშირეთ დავალებას რუსეთიდან დავალებულიაო ქართული ოცნება. აი ამ მომენტის მერე იმპიჩმენტზეც საუბრობდა, სხვა შორის ირაკლი კობახიძე, უბრალოდ თქვა, რომ ჩვენ ამისთვის ხმები არ გვყოფნისო. რაღაცნაირი წითელი ხაზია უკვე, როცა
მე ხშირად ვამბობ ამას, იანუკოვიჩის წითელი ხაზი უკრაინაში დაუდგა თავის დროზე, ამას მოყვა მაიდანი და ამას მოყვა პროცესები უკრაინაში. ფიქრობთ, რომ ის გუნდი, რომელსაც თავის დროზე თქვენ წარმოადგენდით და ალბათ არ იფიქრებდით, რომ დატოვებდით და დატოვების შემდგომ ალბათ კიდევ უფრო უკან და უკან წავიდა ქართული ოცნება ამ ღიაობის თვალსაზრისით ძალიან ნათელი გახდა საითმიდის ეს ქვეყანა მათი ხელმძღვანელობით. ფიქრობთ თუ არა, რომ რაღაცნაირ წითელ ხაზს გადაკვეთავს, როცა ღიად იტყვის, რომ თუ არ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რასაკვირველია სამწუხაროდ, რომ ევროპა არაფერს გვაძლევს და აქეთ არის რაღაცნაირი გარანტიები, რომ მაგალითად ტერიტორიულ მთლიანობას აღგვიდგენს რუსეთი. არის ხმები, რომ ამისთვის ემზადება ქართული ოცნება. თუ გაგიგიათ ეს ხმები, ან შეგინდა ხომ არ გაქვთ ინფორმაცია? მეც მსმენია და მართლაც კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, როდესაც იქ ვიყავი, რომ თუმცა არ ყოფილ ვარ ამ ადამიანებთან ერთად დღეს, ვინც ლაპარაკობს ქართული ოცნების სახელით, მე არ ვიცი ეს ხალხი საიდან მოვიდა, არ მახსოვს ის იმ ეტაპზე და იმ პერიოდიდან, როდესაც იქნებოდა ეს პარტია როგორც იდეა, ამიტომ არაფერი არ მაკავშირებს ამ ხალხთან, მგონია რომ შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები არიან საერთოდ პოლიტიკაშიც და პარლამენტშიც. ამიტომ არაფერი ემოციური ბმა მათთან არ მაქვს, მაგრამ ემოციური ბმა მაქვს იმ პარტიასთან, როგორც იდეასთან, რომ ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს ეს პარტია იდგებოდა იმ პოლიტიკურ რელსებზე, რომელიც ყველაზე ახლოს რუსულ დღის წესრიგს ახმოვანებს. და სწორედ იმიტომ, რომ იქ ვიღაცები მაინც არიან ისეთები, ვისაც ალბათ რაღაცა უხერხულობის განცდა ზოგჯერ მაინც აქვთ ხოლმე, როდესაც ხვდებიან რას ჩადიან. მაგრამ იმიტომ ვამბობ ამ დავალების ხარისხზე, რომ როცა ამას ხვდები, რომ ძალიან უხერხულია რუსული კანონის მსგავსად, მაგრამ ამას მაინც გაკეთებინებენ, ესე იგი ეს ვერ აიხსნება ვერაფრით, თუ არა რაღაცა იძულება და ვალდებულება და ეს მისგან შეიძლება მოდიოდეს, ახლა ნათელია. ამიტომ რადგან ეს პრეზიდენტის დაბლოკვას ალბათ მაინც ვერც ღარიბაშვილი გაბედავდა ასე ბაბვიზიტში და ვერც კობახიძე, ეს დიდი ალბათობით ივანიშვილთან შეთანხმებული საკითხია, თქვენ გრჩებათ ასეთი შთაბეჭდილება? ხო, უნდა ვივარაუდოთ, თუმცა დიდი ხანია უკვე არ ვიცი 2019 წლის მერე მართვის რა მოდელი დარჩა და საერთოდ მგონია რომ არაფერი მოდელი აღარ არის და ეს სრული ქაოსია, რასაც იქ ხედავ, მაგრამ იმდენი ნამდვილად შემილია ვიცოდე და დავასკვნა, რომ კობახიძე როგორც ასეთი დამოუკიდებელი ფიგურა არასოდეს არ უნდა განიხილოთ. ის ვერაფერს ვერაზოს ვერ გადაწყვეტს ადამიანი, რომელიც მუდმივად ფარდის უკნიდან უმზერს პროცესებს, ისე საკუთარ თავს ემალება ხოლმე. ამიტომ არ უნდა წარმოვიდგინოთ ის, რასაც ამბობს ეს მისი პირადი აზრი, არაფერი პირად მოსაზრებები არ აქვს. უბრალოდ საშინლად ასრულებს იმ როლს, რა როლშიც აღმოაჩინეს. ამიტომ არ გამიკვირდება ხვალზე ჩვენ მათ შორის ესეთი კოშმარული ფორმულა მოფიქრებული მათი შემოგთავაზონ, რომ ეხა რუსეთშია გასაღები აფხაზეთის და ცხინვალის და მოდი აი ღიად ჩავბარდეთ რუსებს, იმიტომ რომ აღარაფერი აღარ დარჩა ამის თქმის გარდა. მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის შეუძლებელი რამ. შეიძლება არ ვიცი ვიღაცას ეს თავში რაღაც იბადება ესეთი აზრი, როდის უნდა თქვან არ ვიცი, მაგრამ წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ბოლო მოვლენები მე მაინც სულ მაქვს ეს 10 თვის წერტილად მარტში რაც ხდებოდა, იმიტომ რომ ჩვენ ბევრ რამეზე მივიხეთ იმ დღეებში პასუხი. ამ მოვლენებმა მათაც აჩვენა, რომ ამ წითელ ხაზს რომც უნდოდეთ ვერ გადალახავენ და მომავალი წელი უნდა იყოს აი ამ დიდი კოშმარის დასასრული. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს ცვლილებით, საარჩევნო წელია და ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, არჩევნებია რუსეთშიც, არჩევნებია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და რასთავარი არჩევნებია ამ ჩვენს ქვეყანაში, რომელიც დგას ასეთი მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე. და ჩვენმა ხალხმა აჩვენა მზაობა ამ ცვლილებებისთვის და აჩვენა მზაობა მათ შორის არასოდეს ჩვენ არ დაუშვებთ იმას, რამდენი კობახიძეც არ უნდა გამოძერწონ ახლა და რამდენი უსახური მდინარეც ერთად აღებული, გამორიცხულია, სოფო, თქვენ ხო იცით, ჩვენი ქვეყნის ბოლო ისტორია ყველამ ერთად გავიარეთ, რომ ესეთი რამ მოხდეს. ხო, მაგრამ მოხდება თუ არა, გაბედავს თუ არა, რომელიმე ხელისუფლება ეს კითხვა უფრო აქვს, რომ ეს ღიად თქვას ამაში. თუ ვინმე გაბედავს და თუ ოდესმე საქართველოს აი რაც მახსოვს ახლა ბოლო წლების ისტორია განსაკუთრებით რისი მონაწილენიც ჩვენ ვართ, ეს ვერავინ ვერ გაბედა ვერასდროს.
ესე ღიად, მაგრამ თუ ვინმე შეიძლება ასეთი თავხედობა იყოს, ზღვარი არა აქვს, შეიძლება სწორედ ამ ადამიანებს, ვინც ეხლა პრეზიდენტს მხოლოდ იმიტომ ემუქრებიან იმპიჩმენტით, თუმცა სასაცილო ეს მუქარა, როგორ ბედავს და ელაპარაკება ევროპელ ლიდერებს, რომ მოდით დაგვიჭირეთ ხარი, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ხო, ჯერჯერობით სალომე ზურაბიშვილი დუმს ის წავიდა, მაგრამ ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია. მართლაც არ ვიცი, წარმოუდგენელი ამბავია, განცხადება დააწიეს უკან მიდევნებული ლამპარევით საქართველოს მთავრობამ, რომ ჩვენ არ უშვებთ გაცვლა მაინც მიდისო, იმპიჩმენტიც არ გამოგვდისო. რა პროცესების განვითარებას ელით მისი დაბრუნების შემდგომ, ის დაბრუნდეს ხომ უნდა? კი, მე მგონი მალე დაბრუნდება, რაღაცა მცირე კომუნიკაცია მქონდა მე 2 დღის წინ და ვიცი რომ გეგმავს შემდგომ ვიზიტებსაც, მიუხედავად წინააღმდეგობა როგორიც არ უნდა იყოს, რაც ვიცი მისი განწყობა არის ის რომ ყველანაირი წინააღმდეგობის მიუხედავად ეხლა რაც კი შესაძლებელია რომ მან მისი მანდატი გამოიყენოს და მისი პირადი კონტაქტები თუნდაც თუ რა ვიცი ეს განწყობები ყველაფერი რომ მოხმარდეს იმას რომ საქართველოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქონდა თუ არა მას ინტერვიუში დიანა ტრაპაიძესთან მახსოვს დიანამ მკითხა ასეთი რამ კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან და მან თქვა რომ არ ქონია მას შემდგომაც დარწმუნებით იცით ეს? მე ვიცი რომ არა. არა. კარგით, ანუ მაშინ არ ვიცი 2 დღეში არაფერი შეიძლება. ხო, 2 დღეში, ანუ მას გაფრენამდე არ ქონია ეს კომუნიკაცია, თუმცა რა შეიძლება ელოდეს მას საქართველოში დაბრუნებისთვის პროცედურულად ქართული ოცნებიდან გამომდინარე, ვერაფერი? ხო, ვერანაირი იმპიჩმენტი ვერ მოხდება. არანაირი მუქარა არ ჭრის მასზე და პირიქით ეხლა ამდენი წელია, რა ვიცი, ვიცნობ და პირიქით ექმნება უფრო მეტი რაღაცა წინააღმდეგობის გაწევის სურვილი ასეთ დროს. ასე რომ ეს ყველაფერი ეხლა სულტყვილად აბსოლუტური არაფრის მომტანი მცდელობა მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ეხლა კიდევ ერთხელ ამ ქვეყნის იმიჯს, იმიტომ რომ გარედან რო უყურებთ ამ პროცესს, ხო ეხლა შევხედოთ ევროპელი ლიდერების თვალით, როგორ გამოიყურება ამ დროს ქვეყნის ხელისუფლება თორე პრეზიდენტი რომ ჩადის და საელჩო რომ არ ემსახურება მას და არ ეხმარება ამ ვიზიტის დაგეგმვაში. თუმცა მე იმედი მაქვს რომ ბევრი ჩვენი დიპლომატი, რომელსაც ვიცნობ პირადად ამ წლების განმავლობაში, თუნდაც აი როცა ჩვენ გქონდა არაერთი მნიშვნელოვანი პროცესი ასოცირების კომიტეტის ფარგლებში, როდესაც ევროპარლამენტში იყო ეს კომიტეტი, ეხლაც არის შექმნილი იმისთვის რომ საქართველოს გაწევრიანდეს. ძალიან ბევრი დიპლომატი ვიცი რომ ნამდვილად ყველაფერს საკეთებს ამ პროცესისთვის. მათ პოლიტიკური დავალება აქვს საგარეოს მხრიდან რომ არ დაეხმარონ საქართველოს პრეზიდენტს, იმიტომ რომ ეს ვიზიტი არ არის შეთანხმებული მთავრობასთანო, მას დაამატა დაავალეს. ეს კერძო ვიზიტია ხო ესე გამოაცხადა. კერძო ვიზიტია. იყოს კერძო დაარქვენ კერძო ვიზიტი. მთავარი ამ ყველაფერმა მოიტანოს შედეგი, ეს არის ხა მთავარი რომ შედეგი დადგეს ქვეყნისთვის და ევროინტეგრაციის გზაზე რა ბერკეტები აქვს სალომე ზურაბიშვილს აი ამ დიალოგის გარდა, მაგალითად ევროპარლამენტარები ხშირად აყენებენ პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხს. აყენებდნენ ნიკა გვარამიას საკითხს. ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც რასაკვირველია, რომელმაც გააღიზიანა ქართული ოცნება, დღესაც გაუხსენეს და გუშინაც ეს გადაწყვეტილება. შესაძლებელია აი ძალიან ბევრი პასუხი იყო თვითონ სალომე ზურაბიშვილის მხრიდანაც სააკაშვილის თემაზე, მაგრამ უშვებთ ასეთ შესაძლებლობას? მე ვფიქრობ ხა ამ თემაზე ხშირად მისაუბრია, რომ ბოლო ინიციატივა პრეზიდენტის იყო, ვფიქრობ ყველაზე რეალური და ყველაზე სწორი მიგნება, როდესაც მან ისაუბრა ალტერნატიული არასაპატიმრო მექანიზმის შინაპატიმრობა პრეზიდენტისთვის, ხომ? რაც არის ევროპაში აპრობირებული. და ჯანმრთელობის კუთხით, აი სოციალური და ჰუმანიტარული ღონისძიებები, რომელიც უნდა ყოველ შემთხვევაში უნდა შემდგარიყო რამოდენიმე სხვადასხვა ქვეყნის ჩართულობით. მე მგონი რომ ეს იყო ყველაზე სწორი გზა იმდა. ხო, მაგრამ ამის უფლებამოსილება თვითონ არ აქვს. თვითონ არ აქვს, მაგრამ თვითონ აქვს შეწყალების მექანიზმი არ ექნება არავითარი შედეგი. სოფო ამაზეც მისაუბრია, იმიტომ რომ განსხვავებით ნიკა გვარამიას საქმისგან, სადაც მის შეწყალებას კონკრეტული შედეგი მოყვებოდა, ამ შემთხვევაში განსხვავებული სამართლებრივი სურათია, რამდენიმე საქმეა, რამდენიმე მიმდინარე, რამდენიმე დასრულებული და უბრალოდ არანაირ აქტს არ მოიყვანს მთავრობა შეწყალების აქტს მოქმედებაში, არ აღასრულებს, იმიტომ რომ ესეთ პოლიტიკური ნება არ აქვს და მათ აქვს ბერკეტები ხელი შეუშალონ ამ აქტის შესრულებას. სხვა საქმეზე თორემ ის შეცვლიდა გადაწყვეტილებას არა და არასოდეს.
ასეთი რამ აქვს მას ნათქვა. მე არ ვიცი, გულწრფელად რო გითხრათ, მაგრამ მსგავსი სურათი რო ყოფილიყო, რაც იყო ნიკა გვარამიას საქმის შემთხვევაში, მე პირადად ჩემი მოსაზრება რომ არ გამოვრიცხავდი ამას, მაგრამ და ახლა გამორიცხავთ ქალბატონ ეკა შესაძლოა ევროპაში ვიზიტის შემდგომ შეიცვალოს რამე? უბრალოდ მან იცის და ამაზე უსაუბრია, რომ მის შეწყალების აქტს შედეგი არ მოყვება. და ამიტომაც გამოსავალს მე ვიცი რომ მას აქვს კომუნიკაცია სხვა მხარესთან და მათ შორის ამ ჰუმანიტარული კუთხით ჩართულიც იყო ყოველ შემთხვევაში ამ პროცესებში რომ რაღაცი დახმარებოდა ამ პროცესს, მაგრამ ამას ნამდვილად ჭირდება უკვე მთავრობის მხრიდან ნება, იმიტომ სხვაგვარად ეს ვერ აღსრულდება ეს გადაწყვეტილება. ამიტომაც ეს გაცილებით უფრო რთული შემთხვევაა, ვიდრე ეს იყო ნიკა გვარამიას შემთხვევაში. დიდი მადლობა ეკა ბესელიას, რომელიც საუბრობდა პირდაპირ ეთერში.